Დაკითხვაზე არის დაბარებული თბილისის მერი, თუმცა გიგი უგულავა პოლიციაში მოწმის სახით ჩვენების მისაცემად მისვლას არ აპირებს. გამომძიებლებს ის მერიაში ელოდება და აცხადებს, რომ მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაემორჩილება. მე კიდევ ერთხელ მინდა განუმარტო საზოგადოებას, თუ რატომ არ მივდივარ დაკითხვაზე პოლიციაში, თუმცა უარს არ ვამბობ თავად დაკითხვის ფაქტზე. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ საჯარო ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენებისას მე და ჩემი თანხმლები პირები დავზარალდით, ხოლო პოლიციამ დანაშაულებრივი უმოქმედობა გამოავლინა. ყოველივე ეს ბადებს ეჭვს, რომ მის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ იქნება ობიექტური. ამიტომ მე მივმართავ გამოძიებას და კვლავ ადასტურებ, რომ მზად ვარ მივსე ჩვენება თბილისის მერიაში. ამასთან მათ შეუძლიათ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 175 მუხლის შესაბამისად მიმართონ სასამართლოს და თუ სასამართლო საკითხის განხილვის შედეგად გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას, პოლიციაში დაკითხვაზე ჩემი მისვლის აუცილებლობის შესახებ მე საჯაროდ ვაცხადებ, რომ დავემორჩილები მხოლოდ სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას. ამასთანავე კატეგორიულად მოვითხოვ იმისათვის, რომ საზოგადოებაში აღდგეს ნდობა წარმოებული გამოძიების მიმართ. დაიკითხოს თავად ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონით ევალებოდა ადგილზე წესრიგის დაცვა, რაც მათ ვერ უზრუნველყვეს, ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.